1921 წელს 2357 ეკლესია მონასტერი იყო მოქმედი და ალბათ ამდენივე სასულიერო პირი. და 44 წელს 1257-ის ნაცვლად 21 მოქმედი ეკლესია და 2300-ზე ზის ნაცვლად 40 სასულიერო პირი. აი ასეთი ვარდნა, აი ასეთი როგორ ვთქვა, აი წარმოუდგენელი უკუსვლა ამ მიმართულებით და სწორედ ამ პერიოდში ზუსტად შუა პერიოდში 1932 წელს ხდება კალისტრატე ცინცაძე პატრიარქი. აი ეს მთელი მისი ამბავი. ეს წინაზეც თქვი და ისევ მინდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს ისტორია, საქართველოს ეკლესიას არ ქონია წყვეტა. რუსეთის ეკლესიის საპატრიარქო გამოცდილების პატრიარქის ყოლის წყვეტა არ ქონია. ჩვენ სულ გვყავდა პატრიარქი. განსხვავებით რუსეთის ეკლესიისგან და ეს ისეთი საინტერესო რამეა, რატო არ ყავდა რუსეთის ეკლესიას პატრიარქი. 1925 წელს გარდაიცვალა რუსეთის პატრიარქი ტიხონი. ცნობილი ფაქტია, დადასტურებული, დოკუმენტირებული ფაქტია, რომ ტიხონმა ანათემას გადასცა კომუნისტური პარტია. და რა თქმა უნდა, ტიხონის ხელდასხმულ არც ერთ ადამიანს რუსეთის ეკლესიის საჭეთმყრობელად არ გახდიდა ბოლშევიკური პარტია. და მისი თანამოსაყდრე, ცნობილი საეკლესიო სამართლის თანახმად, მისი თანამოსაყდრე უნდა გამხდარიყო კირილი, რომელიც იმ დროს გადასახლებაშია, რა თქმა უნდა არა შემთხვევით. კირილის შემდეგ ვინც უნდა მოსულიყო ეს მეორე თანამოსაყდრე მიტროპოლიტი აგათანგელე გადასახლებაშია, რა თქმა უნდა არა შემთხვევით. მესამე კანდიდატი უნდა ყოფილიყო მიტროპოლიტი პეტრე, რომელიც დაპატიმრებულია და მეოთხე კანდიდატი თანამოსაყდრის თანაშემწე მიტროპოლიტი სერგი სიკვდილით დასჯილია. და ასეთ პირობებში 18 წლის განმავლობაში რუსეთის ეკლესიას არ ყავს საჭეთმყრობელი.